როგორი ვიღაცა ხარ იცი? უბრალოდ ფულს გიგზავნიდნენ, რასაც გეუბნებოდნენ, აკეთებდი და ფულის გარეშე საერთოდ ის კი არ აქვს, რამე პოზიცია კი არ აქვს. უბრალოდ ეხა დაიწყეს, აი ფულის სადიშოვო მაღაზია დაიწყეს. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ტრამპი ღიად თან სტრატეგიულ დოკუმენტშიც ასახულია ეს. ანუ რამე მარტო ვერბალურად კი არ ხდება, თუმცა ამერიკის პრეზიდენტის ვერბალური პოზიციაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სტრატეგიაში წერია, კაც კანონმდებლობაშია ლამის ასახული, რომ თავარი მოკავშირეები ვინც არის ამერიკის, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნატოს წამყვანი ევროპული სახელმწიფოები. იმათ ეუბნება, უპირისპირდება, რომ თქვენ თუ არ შეცვლით საემიგრაციო პოლიტიკას, ჩვენ თქვენთან ურთიერთობა არ გვექნება. ჩვენი მოკავშირეები არ იქნება, იმიტომ რომ თქვენ გვასუსტებთ. ჩვენი იდეოლოგიური მტრები ხართ. ამას ეუბნება თავის მოკავშირეებს, ახლა მოკავშირეებს ხო უფრო ითვალისწინებ და ამ დროს საქართველოს მთავრობა, რასაც ღიად უპირისპირდება ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია, ის აქვს გამოცხადებული პრიორიტეტად. ანუ ქალაქები უნდა ავაშენოთ და უცხოელები უნდა ჩავასახოთ. თან გასაგები ახლა ვიზეა საუბარი, ხო? არაბებზე და ახლო აღმოსავლეთის მოქალაქეების მოქალაქეებზე და გასაგებია რომ შენ ეგ არ ესმით ამერიკელებს, ეგ არ იციან ამერიკელებმა, ეგ ინფორმაცია არ არის, აი ჯერ დარწმუნებული ვარ საქართველოს ერთად არ აინტერესებთ, მაგრამ რომც გაიგოს ტრამპმა, რომ აი ეს რა ქვეყანაა, ეს რა მთავრობა, ანუ ეს ის მთავრობაა, რომელიც არაბებს უშენებს ქალაქებს და იგივე პოლიტიკას ატარებს. თან კიდევ უფრო ამორალური ხარ, რატო იცი? ის ლიბერალი მაინცაა, კაცო, ამერიკის, საფრანგეთის და ბრიტანეთის პრეზიდენტი თვითონ ამბობს, აი ისა კონსერვატორობას მაინც არ კონსერვატორობას კი არ თამაშობს. ამბობს, რომ ჩვენ ლიბერალები ვართ, პოლიტკორექტულობა გვინდა, ღია საზღვრები გვინდა, პლურალიზმი გვინდა, მრავალფეროვნება გვინდა, ტრანსგენდერი გვინდა, ისლამისტი, ვიღაც ტერორისტი გვინდა, აფრიკელი ბარიგა გვინდა, ლონდონის მერი, პაკისტანელი გვინდა, ამას ღიად ამბობს და შენ დეკლარირებულად ერთს აცხადებ, ვითომ ტრამპის პოზიციაზე ხარ და რეალობაში სხვა რაღაცას აკეთებ. უფრო საშინელებას აკეთებ თან ვიდრე იმის ლონდონის მთავრობა და იმის ბრიტანეთის მთავრობა. იქ არავის არ მოუფიქრებია, რომ ქალაქები ავაშენოთ და პირდაპირ კომპაქტურად 60% თუ მოსახლეობის რაღაც უმრავლესობა პირდაპირ უცხოელი იქნება. ეგეთი რაღაცა იქაურ ლიბერალებსაც თავში აზრად არ მოსვლიათ. და ნუ აგერ სურათი, ვიდეო ნახოთ, აი რას დაამსგავს ეს უკვე ჩვენი ქალაქი. ჩვენი ქვეყანა რას დაამსგავს ეს ამ ვითომ კონსერვატორი მთავრობის ხელში. მოდით ნახოთ. ما شاء الله يوم الجمعة في جامع الجمعة في تبليسي. ما شاء الله عن كمية المصلين الموجودين يوم الجمعة في تبليسي. مسجد الجمعة موجود في تبليس القديمة. ما شاء الله كمية المصلين. طبعا مسجد واحد موجود داخل تبليسي. ما شاء الله تبليس القديمة. مسجد الجمعة. პოლიტიკა ეს არის. თან სულ ისინი არიან ჩამოსული ისინი დააკვირდით. სულ მიგრანტები, პაკისტანელები და არაბები. თვითონ ვინც იღებს ისიც ამბობს, არაბულად საუბრობს. აი ეგ არის ქართული ოცნების სახე, გადაკეტილი ქუჩები მიგრანტებით, რომლებიც იქ დემონსტრაციულად ლოცულობ, რატო კეტავენ კაცო ამ ჩვენს ქუჩებს? რატო? ქართველმა რო გადაკეტოს, პოლიცია მოვა ეგრევე. ეგრევე პოლიცია და ეგ სპეცრაზმი გამოჩნდება ჩვენი ის ღირსეული იმით მთავრობის ხელში. და ამ ადამიანებს რატო აქვთ იმის უფლება, რომ მე რა რომ მათი რელიგიური წამსი ეგ ჩემთვის არ ნიშნავს კაცო ვიღაც პაკისტანელის რელიგიური წამსი, ამ ქვეყანაში კანონები არსებობს. მე არ მაინტერესებს ვიღაც რელიგიური წამსი, ეგ მე ქრისტიანი ვარ კაცო და ეს ქვეყანა ქრისტიანულია. კი, ჩვენთანაც ცხოვრობენ რელიგიური უმცირესობები, მაგრამ იმათ ის თავის ტერიტორია აქვს, იმათ კაცო, თავის სოფელი აქვს, თავისი რაღაც ისტორიული კონტექსტი აქვს. ეგ ერთია. და ვიღაცა აქ ერთ წელიწადში ჩამოდის რაღაცა იმიდან
ბანგლადეშიდან და პაკისტანიდან ეგრევე ქუჩებს მიკეტავს აქ ეგ მე საერთოდ არაფერში არ მაწყობს არაფერში არ მჭირდება თან იმათ ქვეყნებში საერთოდ ქრისტიანებს არც ახარებენ კაცო მაგასაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის როგორც ქრისტიანისთვის მნიშვნელობა აქვს იმას რომ პაკისტანში მაგალითად ქრისტიანს არ გაახარებენ ქუჩას არ გადააკეტინებენ და მეც შესაბამისი დამოკიდებულება მაქვს იმ ადამიანის მიმართ ჩემს ქვეყანაში მაქვს საუდის არაბეთში მაგალითად რა ვიცი ქრისტიანული სიმბოლიკები აკრძალულია ხო და მეც შესაბამისი დამოკიდებულება მაქვს მაგ ქვეყნის მოქალაქისთან სადაც ქრისტიანებს ეგრე ექცევიან და რატომ გაავსო ამ ხელისუფლებამ რასაც ვხედავთ ამ ეხა ვიდეოში რაც ნახეთ ამ ხალხით რისთვის სჭირდება ეს ხალხი აი რისთვის სჭირდება ეს ხალხი საქართველოში რა აუცილებელია რომ ეს ხალხი საქართველოში იყოს რაში გვჭირდება რა სარგებელი მოაქვთ ამათ ხო და ამას რომ ვამბობთ თან ეს არ არის ერთი სულ არ გვჭირდება კაცო იმის ვიღაცა ამერიკის პრეზიდენტის და ვიღაცა ავტორიტეტების და ძლიერი ვიღაცა მხარეების პოზიციის მოშველიება სულ რომ მთელი მსოფლიო სხვა პოზიციაზე იყოს ჩვენ მაინც სიმართლე უნდა ვთქვათ კაცო და ის პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შედის მაგრამ ბიჭო მთელი მსოფლიო მაგ ჭკუაზე გადადის მთელი მსოფლიო დასავლეთის სახით მოდის იმ აზრზე რომ რასაც ამდენი წლების განმავლობაში ვაკეთებდით ამ საიმიგრაციო კუთხით ეს დამღუპველია ეს შესაძლებელია ეს თუ დროულად რამე ამას არ მოუხერხეთ შეიძლება გავქრეთ და ეს ხელისუფლება კაცო რომ ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს და ვინც ამაზე ვსაუბრობთ ამ საკითხზე და ამ პრობლემებზე აქეთ გვიპირისპირდება თან აგრესიული ფორმით კაცო ვიღაცა ისინი რო ყავს ვიღაც ორლარიანი პროპაგანდისტები რაღაცებს იმუქრებიან კიდევაც რომ ესენი დაიჭირეთ ამაზე რატო საუბრობენ რაღაც ესენი რასისტები ქსენოფობები და ასე და შემდეგ ანუ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ კაცო რომ ხელისუფლება ჩვენს შემთხვევაში საქართველოს შემთხვევაში დეკლარირებულად ერთ რაღაცას აცხადებს მაგრამ დე ფაქტოდ აი ფაქტობრივად ატარებს უკიდურესად საშიშ ლიბერალურ საემიგრაციო პოლიტიკას რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ თუ არ გავაჩერეთ არ შევაცვლევინეთ ეს მიდგომები და ეს პრაქტიკა ამ ქვეყანას მოუტანს სერიოზულ პრობლემებს. აი რო გამოდის მაგალითად საქართველოს აი ეს მთავრობა და აკეთებს ასეთ განცხადებს რომ ხალხო ტყუილია არავითარი არაბული ქალაქები ეგენი არ იქნება ეგ იქნება ქართული ქალაქები ხო აი ამას ხო იძახის ეს რა სურათი ეს არ ხდება ეხლა აი რაც გაჩვენეთ არაბული ქალაქები იქნება თუ არ იქნება მაგისი ყველაზე მთავარი არგუმენტი რა არის იცით დღეს უკვე ჩვენი ქუჩები უფრო და უფრო ივსება აი ამ ჩამოსული ხალხით კაცო ხო ეგ ხდება ამას ხო ვინც უარყოფს ამას ის ხო როგორ დონის საერთოდ მათხოვარი ფულის მათხოვარია ვიღაცა ახლა ეს როგორ უნდა უარყო რასაც ახლა ვლაპარაკ ყოველ დღე ქუჩაში ივსება ამ ხალხით თბილისი აღარ არის მართლა ქართული ხო თბილისი აღარ იქნება მალე ქართული ქალაქი ასე მალე მანდამდე მივა და ვინც ამას უარყოფს ის ხო ხვდებით რას კადრულობს საერთოდ რისი მკადრებელია ფულის სანაცვლო ამიტომ აქ რა არის იცით აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს პროცესი ეხა ვიღაცა უკვე გაირკვა რომ მთავრობა ამაზე წამსვლელია გაირკვა რომ ყველაფერს გატყუებდათ ეს მთავრობა აი ხო იძახდა ვიღაცება ხო დაიჯერეს რომ ეხლა აი დასავლეთის მარწუხებიდან განთავისუფლდა და ეხლა დაიწყებს ეროვნულ პოლიტიკას ვინც ეგ მოგატყუათ ვინც მაგას გაჯერებდათ მოგატყუათ მეგობრებო ხო გაირკვა რა ეროვნულ პოლიტიკასთან საერთოდ ახლოსაც არ არის მეგობრებო დასავლეთში
პირიქით დაწყებულია პროცესი, რომ ეს მიგრანტები აღარ შეუშვან და აქ ეხლა მიგრანტების შემოშვების ბუმი. თან როგორი რაღაცა იცი? აი დასავლეთში როგორი პროცესები მიმდინარეობს, იცი? ამერიკაში აი ახალგაზრდა თეთკანიანები თან ჩვენზე უმცროსები თან, ანუ რაღაც ჩვენ თუ ვართ 90-იანები ან 80-იანების ისინი თაობა, ანუ საუბარი 2000-იანების თაობა. მოდის თაობა, რომელიც ისეთ უკიდურეს რაღაცა პოზიციებს აფიქსირებს, თან ტრენდული ხდება. ეს არ არის რაღაც მარგინალური მცირე სეგმენტი. აი მაგალითად ამერიკაში უკვე სერიოზულად საუბარი მიდის იმ საკითხზე, აი რაღაც პატრიარქალური ოჯახი როგორ დააბრუნონ. ანუ სერიოზულად ამას დისკუსია, ფემინიზმი როგორ გააუქმონ. იმიტომ რომ ფემინიზმი კლავს საერთოდ პოპულაციას, რეპროდუქციას კლავს. ანუ ისეთ საკითხებზე მიდის საუბარი, რაც ადრე იყო ტაბუ დადებული, საერთოდ როგორ შეიძლება და შენ ფემინიზმზე რაღაცა ცუდი გეთქვა. ეგეთი პოლიტიკა მიმდინარეობს დასავლეთ. თან ეს სულ ახალი თაობა არის ამაში ჩართული ეს. თან ეს ყველაფერი დათვლადია, შეხებადია, ანუ კონტენტი რო იდება, რამდენი ადამიანი უყურებს, რა ასაკის ადამიანი, რა სქესის, ეს ყველაფერი დათვლადია და ამაზე წუხან სხვათაშორის ლიბერალები, რომ დასავლეთში ამერიკაში ახალგაზრდა თაობა სულ უფრო და უფრო რადიკალურად კონსერვატიულ იმაზე გადადის დღის წესრიგზე და იდეოლოგიაზე. იმის ნაცვლად რომ მოგვეცა შანსი საქართველოს რაღაცა deep state-ს რასაც ვეძახით, იმის მარწუხებისგან განთავისუფლებულიყავით, აგვეშენებინა მართლა სანიმუშო ქრისტიანული კონსერვატიული სახელმწიფო, სადაც აი გახარებული ამერიკელები ჩამოვიდოდნენ. აი გახარებული ჩამოვიდოდნენ ამერიკელები, წარმოიდგინე ხა შენ. აი ხო იცით, აი მაშინ TikTok-ში და social ქსელში რო არის ტრენდი რაღაცა ერთი კვირა დაგესტანში, ხო იცი? ხო გინახია? ანუ ეგეთი ტრენდი არსებობს ერთი კვირა დაღესტანში და რას ნიშნავს? აი თუ კაცი არის ცოტა ფემინური, მოდი გაუშვა დაღესტანში და აი კაცი გამო, ანუ წარმოიდგინე დასავლეთში საქართველოს შესახებ არც იციან საქართველოს სახელმწიფო არსებობს. დაღესტანი უფრო იციან გეუბნებ. ამერიკელებმა უფრო იციან დაღესტანი რო არსებობს, რომელიც საქართველოს გაიგეს MMA. ისიც აისე. დაღესტანი უფრო იციან. ხო და უყურე იმის ნაცვლად რომ საქართველოს ყოფილიყო სანიმუშო ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ტრადიციული საზოგადოება და ამის ექსპორტი გაგვეხორციელებინა. მთელი ევროპისთვის, დასავლეთისთვის გვეჩვენებინა, აი თეთკანიანი, მაგარი ქრისტიანული, გამართული, ძლიერი ერი როგორია და ეს გაგვეყიდა, კაცო. აი ხო იცი როგორც ებრაელები ყიდიან, ხო ჯუდო ქრისტიანიზმს, ხო რა შუაშია ქრისტიანობა და იუდაიზმი, მაგრამ ნუ ამერიკაში მოახერხეთ, ხო ჯუდო ქრისტიანი. მოდი თქვენთან ერთად ვიქნებით მაინც რაღაცა ბიბლია და თორა რაღაცებში გავს. ხო ანუ ებრაელებმა ეგ მოახერხეს, რომ იუდაიზმი დაუკავშირეს ქრისტიანობას და მაგის ექსპორტი მოახერხეს, კაცო. დღესაც ზოგიერთი ამერიკელი სენატორი გამოდის და ანუ მაგ პროპაგანდის შედეგად იმას ამბობს, რომ ისრაელს იმიტომ უნდა დაუჭიროთ ხარიო, რომ ვინც ისრაელს უარყოფს, ის ღმერთსაც უარყოფს, რაც ნუ არ წერია ეგ ბიბლიაში, მაგრამ ეგ მოახერხეს ებრაელებმა. წარმოიდგინე და ყოჩაღ მაგათ, ხო, ებრაელები არ არიან ხელწამოსაკრავი ხალხი და იმის ნაცვლად რომ ჩვენ ქრისტიანობის აი სანიმუშო ქვეყანა ყოფილიყავი და მოწყურებულია ამას, აი ამის პოტენციალი არსებობს დასავლეთში დღეს. ამის ეპოქა მოდის, რომ ეძებენ, აბა სად არის ეგეთი ქვეყანა, სადაც თეთკანიანები ცხოვრობენ და ქრისტიანული სახელმწიფოა, სადაც პატრიარქალური წყობაა და ეგ რო გაგვეხორციელებინა როგორც სახელმწიფოს მერწმუნე საქართველოს გახდებოდა ტრენდული სახელმწიფო ამერიკისთვის, დასავლეთ ევროპის კონსერვატორებისთვის. აქ ჩამოვიდოდნენ ეგეთი ქვეყნის დასათვალიერებლად. ჩვენ ტრენინგებს ჩაუტარებდით იქით, როგორ უნდა გახდე, რა ვიცი, ქრისტიანი მაგარი კაცი. ამის ნაცვლად
ხელისუფლება 2025 წელს, როდესაც ამერიკაში კონსერვატორები მოდიან და თავის მოკავშირეებს უტევენ, რომ თქვენ მან თავი დაანებეთ ამ ისლამიზაციას, მიგრაციას, თორე თქვენთან კავშირი არ გვექნება როგორც მოკავშირეებთან, ამათ რაღაცა ის მოგვინდომეს აქ ისლამიზაცია და არაბების კომპაქტური ჩასახვა. აი რა არის, იცი? საერთოდ ეხა ყველას ხო ესმის ერთი რაღაცა, რომ აი მაგალითად ეხა ჩვენთვის რომ მოეცა ხალხს ხმა აი მაგალითად ეგეთი ის რო წარმოვიდგინოთ, ხო? აი ჩვენ გაგვემარჯვა, ხო? ხო ყველას ესმის რომ ეს არ მოხდება. ეგ ხო გასაგებია, არა? მაგრამ იმის გამო რომ ადამიანებს აი ეგეთი ნაბიჯების გადადგმა ბევრს შეეშინდა, აი რა გაგებით, იცით, აი იქ რაღაც ოცნება, იქ ვაიმე ბიულეტინმა არ გაჟონოს, იქ სამსახურიდან არ გააგდონ, იქ, მაგრამ უყურეთ რა შეასაქმე, ეგეთი რაღაცების შიშით ეს ქვეყანა ისეთ მდგომარეობამდე მიდის, რომ ეს არის საშიში, მეგობრებო, ის კი არ არის საშიში. ის კი არ არის საშიში, აი ამ ხელისუფლებას ძალაუფლება აქვს და ამასთან წინააღმდეგობაში რომ მოვიდე, მე რა ვქნა, აი მიზანში რომ ამოგვიღოს. მეგობრებო, რა ხდება, იცით? საშიში არის რომ არ მოვედით წინააღმდეგობაში საკმარისად და რო ეხლა ყიდის და ქუჩა უკვე ასე რო გამოიყურება, ეს არის საშიში, მეგობრებო. თუ კი რამე საშიშია, მომავალში ისეთ მდგომარეობამდე რომ მივიდეს, რომ გამოუსწორებელი გარემოა უკვე, ეგ არის საშიში. მოდი, თორე ეხლა რა არის, იცით, ეხლა ძალიან მარტივია რა. აქ სინამდვილეში ეხლა გასაგებია, რომ ეს პროცესი არის მთლიანად ქვეყნის პოლიტიკის შედეგი. ეხლა რაც ხდება. ქალაქში უკვე ქართული ქალაქი მართლა თბილისი აღარ იქნება მალე. ასე თუ გაგრძელდება, ხო? აქ ეხლა მეგობრებო, თუ ყველა არ გაერთიანდა იმ გაგებით, რომ ეხლა აი ჩვეულებრივ მოსახლეობამ გააცნობიერა ის, რომ ეს არის არასწორი პოლიტიკის შედეგი და აქ არის გამოსავალი ამ პოლიტიკის რადიკალურად შეცვლა. აქ საქართველოში ვიღაც ადამიანები, რომლებიც იძახიან, უნდა ჩამოვიდნენ, აბა, ქსენოფობი ხო არა ხარ. აი ესეთ სიგიჟეს, ასეთ იდიოტობას ვიღაცა რო ამბობს, იმ ადამიანებმა საერთოდ ეგეთი ხალხი უნდა გაქრეს საერთოდ ამ პოლიტიკური რეალობიდან. ეგეთი ადამიანის საერთოდ აქტუალობა უნდა გაქრეს ამ ქვეყანაში. ვიღაცა იმედენად ჩამორჩენილი შტერი როა, რომ დღეს 2025 წელს იძახის, რომ საქართველოს ჩამოვიდნენ კაცო ქსენოფობები ხო არა ვარ. ანუ ის საერთოდ რეგვენია ვიღაცა რა. მაგას უნდა გაანებო, მასეთ ადამიანს არც მოსმენას აქვს აზრი, არც მაგის აზრს არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ ცოტა რაღაცეები უნდა ჩაირეცხოს. ეს რაღაცა გადმონაშთი, ჩამორჩენილი რაღაც იდიოტობა უნდა ჩაირეცხოს რაც შეიძლება დროზე და ხალხმა უნდა რაც შეიძლება მალე გაერთიანდეს იმ იდეის გარშემო, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა არის შესაძლებელი. ეს ქვეყანა არის ქრისტიანული ქვეყანა და ეს ქვეყანა არის საქართველო. და აი ამისი გაძლიერება, რა პოლიტიკაც იწვევს, ეგ არის სწორი პოლიტიკა. მე არ მაინტერესებს ვიღაცის იდიოტური შეფასებები, კაცო, აბა ქსენოფობები ხო არა ვართ, ის ხო არა. ეგენი არიან გამოშტერებული ხალხი პირდაპირ. მაგ ადამიანმა საერთოდ ეგ სიტყვა საიდან ისწავლა, ვინ ჩაზახა საერთოდ ეგ სიტყვა, ეგეც კი ვერ გააცნობიერა, ვინც მაგას იმეორებს. ამიტომ ეგ ხალხი ჩასარეცხია. რაც შეიძლება მალე